უახლესი მსოფლიო ტექნოლოგია საქართველოში კიბოსთან ეფექტური ბრძოლისთვის რეგიონში პირველად ქიმიოსენსიტიურ ტესტს საქართველო ჩაატარებს. ახალი მეთოდი სიმსივნით დაავადებულთათვის მიზანმიმართულ და ზუსტ მკურნალობას უზრუნველყოფს. ქართველი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბევრ პაციენტს განკურნების შანსი გაუჩნდება. როგორია კიბოსთან ბრძოლის ახალი ტექნოლოგია, თამარ გედევანიშვილი გიამბობთ. კიბოს განადგურების მსოფლიო ულტრათანამედროვე ტექნოლოგია საქართველოში ინერგება. მეცნიერები ამბობენ, რომ ქიმიოსენსიტიური ტესტი სიმსივნესთან ეფექტური ბრძოლის და მისგან განკურნების საშუალებას იძლევა. იაპონიის ოსაკას უნივერსიტეტის უნიკალური მეთოდი საქართველოში ახალგაზრდა მეცნიერმა ჩამოიტანა. მეთოდის თანახმად ქართველი მეცნიერები ავადმყოფის სიმსივნურ უჯრედს ამრავლებენ და მასზე ანტისიმსივნურ ასობით ქიმიურ და ბიოლოგიურ საშუალებას ცდიან. შედეგად ზუსტ ინფორმაციას იღებენ, თუ რომელი პრეპარატი როგორ მოქმედებს კიბოს ფორმაზე და საჭირო აღარ ხდება ავადმყოფზე ხანგრძლივი ექსპერიმენტების ჩატარება. გაიდლაინური პრინციპით შერჩეულ ქიმიოთერაპიასთან შედარებით დაახლოებით 31%-ით ჭარბობს ამის ეფექტურობა ტესტით შერჩეული მკურნალობის. ქიმიოთერაპიის გვერდით ეფექტები, რომელსაც პაციენტები დაამწვავებენ, აღიქვამენ ეს არის თმების წვენა, გულისრევები, ღებინებები, ასეთი სიმპტომური გართულებები, რომლებიც შეიძლება მას თან ახლდეს და ქიმიოსენსიტიური ტესტის პასუხის საფუძველზე შესაძლებელია შევარჩიოთ ზუსტად ისეთი პრეპარატი, რომელსაც ყველაზე ნაკლები ტოქსიური მოვლენები ექნება. ექიმების ნაწილი ფიქრობს, რომ მეთოდი მედიცინაში სენსაციურია. ის საშუალებას იძლევა პაციენტს თავიდან ააცილონ ბევრი ისეთი ნივთიერების გამოყენება, რომელსაც გვერდითი და უკუმოვლენები აქვს. ტესტის საშუალებას იძლევა ზუსტად შეირჩეს ყველაზე ეფექტური სამკურნალო საშუალებები და გამოვლინდეს ფართო სურათი, თუ როგორ უნდა წარიმართოს პაციენტის მკურნალობა. მოხდეს დროის მოგება და ჩნდება ავადმყოფობისგან განკურნების ან ხანგრძლივი რემისიის შანსები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მეთოდი. ეს არის აუცილებელი მეთოდი. ნებისმიერ ქიმიოთერაპევტი მე ვფიქრობ დაგიდასტურებთ ამას, რა თქმა უნდა, დამიზნებით მკურნალობას, ზუსტად რომ იცი, რომ ასეთ ის ნივთიერება დიდ ნაწილს სიმსივნის უჯრედებისას ამ ავადმყოფს გაუნადგურებს, რა თქმა უნდა, გეტყვით, რომ ეს რევოლუციური და ეს ძალიან კარგია. ქიმიოსენსიტიური ტესტი ამიერკავკასიაში ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში კეთდება. წმინდა ლუკას სახელობის კვლევით ცენტრში მეთოდი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხუციშვილმა და მედიცინის დოქტორმა ალეკო თავართქილაძემ დანერგეს. ამ კლინიკის ჩამოყალიბებაში და ამ ტესტების განვითარებაში ესეთი ორგანიზაციები დაგვეხმარა, როგორც არის UNESCO, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ჰოლანდიური განვითარების ორგანიზაცია კორდეიცი, რომლებიც უკვე აღარ მუშაობენ საქართველოზე, მაგრამ ისეთ მნიშვნელოვნად ჩათვალეს მათ ჩვენი პროექტი, რომ მაინც გადაწყვიტეს, რომ ამ პროექტისათვის დაფინანსება გამოეყოთ. ულტრათანამედროვე მეთოდი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში უკვე გამოიყენება. ამერიკის რამდენიმე პრესტიჟულმა კლინიკამ უარი თქვა ქიმიოთერაპიის დანიშვნაზე ტესტის გავლის გარეშე. ქიმიოსენსიტიური ტესტის ღირებულება 2220 ლარია. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კიბოსთან ბრძოლის ერთ-ერთ უახლეს და საუკეთესო მეთოდს სახელმწიფო პროგრამებიც დააფინანსებს.